10-დან 10, ამას იმენა 10-დან 20 დავუწერდი მე. აი ეს არის არომატი, რომელიც ყველა ქალბატონს მოეწონება ჩემი აზრით. ყვავილები არის, აი ცოტა გამოჭკნება და ოდნავ თითქოს აი არომატებშიც რო სიმკვა ხე თუ რაღაც ბრუნდება. თითქოს მარტივი სუნამოა, რომ ჩაუბრუნავდებით ცოტა რაღაც უფრო ბევრ რაღაცას გრძნობ. მოგესალმებით ჩემო სურნელოვანო მეგობრებო, მე ვარ გიგი და დღევანდელ ეპიზოდში კაცები შეეფასებენ ქალის პარფიუმერიას. მონაწილეები ეცდებიან ბრმა დატესტვის შემდეგ ამოიცნონ ნოტები და აღწერონ კონკრეტული მათგანი, ხოლო ბოლოს შეჯამების სახით გამოავლენენ ყველაზე ცუდსა და საუკეთესოს. იმედია ისიამოვნებთ, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, ხოლო მოწონების შემთხვევაში აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო. პირველი შთაბეჭდილება თაფლი. ცოტა მოფიჭო რაღაცა იმაში გარდამავალი არის. ოდნავ სანელებლებში, მერქანში, ტკბილი, ხის რაღაცა ეგეთი ტონები აქვს. გემოვნების ამბავია ალბათ. ბევრს დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება რომ მოეწონოს ეს. მე არა. რაღაც ეგეთი ის არის, თაფლში რომ ოდნავ ლიმონი ჩააწურო, რაღაცა ცოტა ტროპიკული ხი. აი რაღაცა ეგეთი mixture ეს არის რა. ხო. ჩემთვის არ არის ასე უნდა. ყვავილოვანი, პუდროვანი პროფილი აქვს. საკმაოდ ბევრი ყვავილი იგრძნობა. ცოტა ვანილი. ჩემი აზრით ამ სუნამოს დაისხამდა ელეგანტურად გამოტყობილი ქალბატონი, რომელიც ემზადება პაიონისთვის, ან ემზადება რაღაც მნიშვნელოვანი წვეულებისთვის და უნდა რომ იყოს გამორჩეული. რაღაც ჩემი აზრით აი ამ უაჟის სტილში მიდის, ოღონდ აი უდიდა ეს სიმძაფრეები რომ მოხსნა საერთოდ, აი რაღაც ეგეთი ის არის რა. აი წიწვებს გრძნობ, არ ვიცი ახ თუ არა ნოტებში, მაგრამ აი წიწვები და რაღაც სიტკბო იგრძნობა, იონ აი რაღაც ნაცნობი სუნი აქვს. ძალიან ნაცნობი სუნია. უნისექსია. მეც დავისხავდი. შეიძლება ქალბატონების სუნამოა, მაგრამ ნუ ქალბატონის და კაცის სუნამა არ არსებობს და ნუ დავისხავდი აუცილებლად მეც. და პარტნიორზეც მომეწონებოდა. თან ძალიან ნაცნობი, მარტივი, არც თუ ისე ჩახლართული სუნი არ არის რა, რო ვთქვათ. რბილია. აშკარად ნიშურია. ხო სწორი ვარ. ჩემ გოგოზე ცოტა უფრო ტკბილი გამისწორდებოდა. დარწმუნებული ვარ, მაგას არ გავუსწორდებოდა. მაგას ეს უფრო გავუსწორდებოდა ბევრად. მაგრამ მე უფრო ტკბილი მევასება რა. ეს რო ვანახო ჩემ შეყვარებულს 100%-ით ვიცი, 1,000,000% ვიცი, რომ უეჭველი გავუსწორდება და ახლა ამ ვიდეოსაც თუ ნახავს, ვიცი რომ უეჭველი მეჭუბება, რომ რატო არ მითხარი რა არის, მაგრამ ამას დავუმალო, იმიტომ რომ მე მინდა რომ ტკბილი სული გქონდეს. shower gel არომატი აქვს რაღაცნაირი, ყვავილოვან და ეს ხალისიან რაღაც სუფთა, ციტრუსოვან მომწვანე ვაშლაი რაღაცა crispiness აქვს რა. არ მექნებოდა შეგრძნება რომ თითქოს ადამიანს რამე სუნამო ასხია, ეს უბრალოდ რაღაცა არომატული ან body lotion-ი წაისვა, ან რაღაც ესეთი არომატული საპონით იბანავა. აი fancy ძვირადღირებულ საპნებს რო აქვთ არომატი აი ეგეთი აქვს. ესეც იგივე პროფილით არის ყვავილოვანი, ვანილია და სხვათა შორის ძალიან ბევრ არომატს მახსენებს. ცოტა ნოსტალგიური არომატია. ამასაც ჩემი აზრით ეს უფრო ყოველდღიურობისთვის არ გამოდგებოდა, მაგრამ დაისხავდა ელეგანტურად. აი სადღაც ლამაზად გამოტყობილი ქალბატონი. პაივნებისთვისაც საკმაოდ კარგი იქნება. პარტნიორზე შთაბეჭდილების მოხდენა თუ გინდათ. აი ეს რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს. რაც კირკე სტილში არის რა, ნუ ძალიან მასაზე გათვლილი სუნამოა ვიტყოდი რა. ნუ ნიში თუა მე ვაპატიეთ ვინმეს თუ იმედი გაგიცვლეთ, მაგრამ ნუ მე ესე აღვიქვავ. ესეც უნისექსია, ხილია და სხვა შორის საზამთროს სუნს უგზნობ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს საზამთრო, სადმე თუ ხილი ურევია საზამთროს უგზნობ ყველგანივე. ეს ატამი ვიტყოდი რომ basic სტილში უფრო გადის რა და აი ყოველდღიურად ქალბატონებისთვის ძალიან კარგი სურნელი იქნებოდა. ეს უფრო ცივია. მაგრამ ტკბილია. აი ეს არის. ეს კაია, go-to-ია. ისი სუნია просто რა ხდება. რავი, 10-დან 10. ამას იმენა 10-დან 20 დავუწერდი მე. მე გვენდედა ჩემს ეს. ზომიერად ელეგანტური, ზომიერად ყვირის
იგრძნობ რა, ანუ ეს იმენ მკაფიოდ გამოხატული არის, რომ ხო, ამ არომატს ნამდვილად იგრძნობ და ისეთი არის, რაღაც გრილი არის ამავდროულად. აი სხვებზე რო ვთქვი, რომ საპნისებური არის, ეს უფრო სუნამოსკენ მიდის მაინც რა, იქ თითქოს აი სუნამოა თუ ის აი კითხვის ნიშანით გაგიჩნდებოდა. ოდნავ სანელებლებით შეიძლება რაღაც იყოს რა, ოდნავ აი სიცხარეს გძნობ, დელიკატური სიცხარე ეს მომწონს. უფრო ფრეშ ტიპის არომატია, საკმაოდ ლამაზი ვაშლის ნოტი აქვს. ცოტა ყვავილები იგრძნობა. ვფიქრობ ცოტა ვანილი ამასაც აქვს, მაგრამ საკმაოდ ცოტა. ადამიანი, რომელიც მუშაობს ოფისში, მანდილოსანი, უნდა ცოტა გამორჩეული საოფისე არომატი. ნუ ესეც ვიტყოდი, რომ მაინც ყოველდღიურ სტილში გადის რა, ის არ არის ეხლა რაღაც მაინც და მაინც დეითზე ან სადმე არ უნდა დაისხათ ყოველდღიური არომატია ჩემი აზრით. მაგრამ ნუ ვიტყოდი, რომ ყოველდღურად მარტივი გამოსაყენებელი სუნამოა ესეც რა. რისი სუნი აქვს? აი რაღაცის სუნი აქვს და ვერ ხვდები რისი სუნი აქვს, მაგრამ ძალიან ნაცნობი რაღაცის სუნი არის. აი ამას გავატოლებდი. ოღონდ აი საერთოდ სხვადასხვანაირია. ორივე 10-დან 10-ია ჩემი აზრით, მაგრამ არა 10-დან 10 არა, ეს 10-დან 9 არის. ესეც მომწონს, მაგრამ წინა ჯობია. ეს არის აი რო სუნავ რაღაც ქალის ტიპს ვხედავ რა. წარმატებული. ეს რაღაცა ცოტა ელეგანტურად ჩაცმული, საქმიანად ჩაცმული. ეს სუდი არ არის, ეს გემოვნების თემაა ისე და ისე, მაგრამ ეს რაღაცა დახვეწილი არომატია ხძალიან. და ისეთი დაბალი ინტენსივობა, ელეგანტური, რძის ზეთოვნება, ეს რაღაც ნაღებივით დელიკატურია ძალიან. ზომიერად კბილი, ეს საინტერესო სუნია ძალიან. აი ეს არის არომატი, რომელიც ყველა ქალბატონს მოეწონება ჩემი აზრით. კრემისებრი, პუდროვანი, ყვავილოვანი ლამაზი არომატია. საკმაოდ კარგი არომატია. უეჭველი ვიცით, აუ როგორ მეცნობა. ვიცა გავიხსენო, აი უეჭველი გავიხსენე, ხო მას შანსი არ არის. Hair Confession-ი არის, ოღონდ ანუ Hair Confession-ზე მითხრა ერთმა გოგომ, რომ ძალიან, ანუ ამის ორიგინალი სახელი სამწუხარო და აღარ მახსოვს. Blanche Betty. ნუ აი ეს ახლა Blanche Betty-ია თუ Hair Confession-ი ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ერთმა გოგომ რო წაიღო Hair Confession-ი, ანუ Blanche Betty-აო, ჩემი საყვარელი სუნამო და იმდენად მაგრად გავსო, რომ მე თვითონ ვერ ვარჩევოდა. ძალიან მოუწევს რა, ეს ძალიან მიყვარს Hair Confession-ი, აი ძალიან გიჟია. ძალიან იდენტურია, გამძლეობით შეიძლება არა, მაგრამ ნუ სუნით დამიჯერეთ, ვერ გაარჩევთ, აი მეც ეხლა Hair Confession-ი ვთქვი, ეს მეგონა. ნუ ძალიან კაი, აი ძალიან მაგარი ფემინური არომატია, მაგრამ აი დამჯდარზე შეიძლება ოდნავ მამაკაცურიც იყოს რა. რაც უფრო უნისექსია, მაგრამ ნუ Hair Confession-ის ბოთლით რომ ვიმსჯელოთ, ცოტა კაცებს გაგვიჭირდება ამის დასმა, მაგრამ ნუ დაისხით ძმებო, არ არის პრობლემა. აი ძალიან ცუდი ვარ, ხალხო, აი მეც დაგემოვნებებს ვიდეო მქონა, აი ვერ ვამბობ რა, რას გრძნობ, რას აღვიქვავ რა. ერთი შემიძლია ვთქვა, კაია თუ ცუდია. ორძიანი პეჩ, აი იმენა. მაგრამ ეს ჩემზე უფრო გამისწორდებოდა, ვიდრე ჩემს მანდილოსანზე, მანდილოზავრზე. ციტრუსოვანია, ცოტა გალეული, ეს არის რა ქვია, ყვავილები არის, აი ცოტა გამოჭკნება და ოდნავ თითქოს აი არომატებშიც რო სიმკვახე თუ რაღაც ბრუნდება რა, აი იყო არომატული, ცოტა გამოშრა, ეს არომატულობა დაკარგა და თითქოს ისე უფრო მკვახე, მომწარო ტონებში წავიდა რა და პლუს ეს ალკოჰოლი, რომელიც ზემოდან ასხია. ეხლა ამაზე ნამდვილად არ ვიტყვი, აი ვიღაცას გადავკოცნე, ვიგძენი ეს და რაც სული რაღაც ესხათ ხო არ ვიტყვი ნამდვილად რა. უბრალოდ დიდად ყურადღებასაც არ მიიქცევს. აი ამ სუნამოში უკვე ცოტა სხვა ინგრედიენტებიც გვევლინება. ცოტა თამბაქო ვტყავს თითქოს, ან ცოტა ტყავი. ტყავის კურტკას მოუხდება საკმაოდ ჩემი აზრით. ქალბატონი მამაკაცი, რომელსაც უყვარს ტყავის ტანსაცმელი და ტყავის ტანის ამოსი, მშვენივრად მოიხდეს ამ სუნამოს.
ჩემი აზრით ეს არის ამ არომატებთან განსხვავებით სრული უნისექსი. აი რაც სიგრილე მიყავს ძალიან უცნაურად რა, ანუ რაღაც ციტრუსის სიგრილე და რაღაცის სიგრილეა შეზავებული რა, ძალიან უცნაური სიგრილე აქვს. მარტივიც არის, ანუ რაღაც თითქოს მარტივის უნამოა, რომ ჩაუღრმავდები ცოტა რაღაც უფრო ბევრ რაღაცას გრძნობ, მაგრამ აი უფრო მარტივად რო ვთქვათ, რაღაც ოდნავ ციტრუსის სიგრილე იგრძნობა და აი რაღაც სიგრილე ურტყავს, მაგრამ სიტყვასთან ერთად საკმაოდ დაბალანსებული სუნია და ჩემი აზრით ნიში უნდა იყოს რა. აი ნიში უნდა იყოს. ეს დიზაინერებში მსგავსი სუნი არ შემოხვედრია, მაგრამ ეს არ მაქვს დატესტი. სავარაუდოდ. საფრი მომჟავო არის ცოტა. ტკბილი არ არის. მე ტკბილი მევასება. მაგრამ კაია. მესამე ადგილს. ეს ყველაზე ნაკლებად მომეწონა, მგონია რომ აი ხარისხობრივად რაღაცა ცოტა უფრო აი იაფიანი მარტივად გაკეთებული სუნამოს შთაბეჭდილებას ტოვებს ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ძალიან ძვირი ღირდეს და მეორე ეს არის ძალიან ინტიმური, აი რომელიც რაღაცა მართლა ახლოს რომ უნდა მიხვიდე რა, ანუ აი ეს შეიძლება მეუღლეს საჩუქო და იცი რომ აი შენ რო იქნები ახლოს, აი მაშინ შენ იგრძნობ რა, შენ თავს უყიდო ფაქტიურად რა. ეს ისეთი ძალიან დახვეწილი ელეგანტური არომატი. ყველაზე ნაკლებად მომეწონა პირველი არომატი, იმიტომ რომ ვთვლი რომ შედარებით დაბალი ხარისხი იგრძნობა ვიდრე სხვებში. ყველაზე მეტად მომეწონა ბოლო არომატი. და ბოლოს წინა, ну აი ამ ორ შორის არჩევნის გაკეთება თუ აუცილებელია, მაინც და მაინც ბოლოს ავიღებდი, მაგრამ თუ არ არის აუცილებელი, ორივეს დავტოვებდი ერთ ადგილას, იმიტომ რომ ორივე საკმაოდ კარგი არომატი იყო მანდილოსნებისთვის. აი ეს იყო საუკეთესო სუნი და მუსიკა ასოცირდება მოგონებებთან. ჩემ გოგოს რომ ეს სუნი კონდეს და რაღაცა მოგონება მქონდეს მასთან ერთად, შეიძლება ზეგ დამავიწყდეს. აი ეს რომ ეს ხას მოგონება იქნება ბევრად მძაფრი. აი ნახე. აი კიდე აქვს სუნი ამას, აი ბევრად თვითონაც გაუსწორდებოდა დარწმუნებული ვარ ეს სუნი. და მოგონება იქნება უფრო ბევრად ტკბილი და ლამაზი. ვიდრე ეს არ დამამახსოვრდებოდა საერთოდ. ეს შეიძლება ქორწილში დაესხა, ქორწილი აღარ დამამახსოვრდებოდა და დამეკიდებინა მეორე დღეს. კაი, მოდი, ყველაზე მეტად მომეწონა მეხუთე იყო? აი, ყველაზე მეტად მომეწონა მეხუთე. აი, ეთყობა რომ დახვეწილი არომატია და აი, ყველაზე ნაკლებად უცბად გადავხედავ. აი, ყველაზე ნაკლებად აი, კირკეს რომ მიუამსგავსე, რომელი იყო? აი, რაღაც აი, ეგ მეორე ძალიან მარტივია. კაია, მაგრამ ძალიან მარტივია და ამიტომ ცოტა ჩავაჩოჩებ უკან რა. დღეისათვის სულ ეს იყო, თუ მსგავსი კონტენტი მოგწონთ, აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, მომავალ შეხვედრამდე.